რომ ვიბადებით, ჩვენ არავინ გვეკითხება, როგორი სახისგანი გქონდეს, როგორი ფერის თმა, ან როგორი თავი. ასეთი თავი დავიბადე და ხო არ მოვიჭრი და გადავაგდებ. ან ამ ვიდეოზე ძალიან ბევრი ისეთი კომენტარი დაიწერა. იცით რა არის ხოლმე, რომ მე მინდა რომ გაგიზიაროთ ჩემი ყოველდღიური ცხოვრება. ხშირად ვერ ვიღებ ვიდეოებს და ვლოგებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს. განსაკუთრებით ურთულესი მაისი მაქვს. აი ურთულესი მაისი მაქვს. შემოგთავაზებთ რატომაც მაქვს ურთულესი მაისი. და როგორ აკიხსნათ, მინდა რომ დაინახოთ, რომ მე გავდივარ სახლიდან, თმებ დაუვარცხნელიც, გადარბენაზე ხანდახან ისე დაღლილი ვარ, რომ ვერ დავდივარ. და მინდა ყველანაირი თამოიცოდეთ, არა მარტო გაპრანჭული და ჩვენებებზე რო ამიწეული და ასე შემდეგ, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩემი ჩვეულებრივი უბრალო ყველაფრით. ანუ როგორ აკიხსნათ, აი ეხლა დღეს ვფიქრობდი, რომ თმე მქონდა დასავარცხნე ვიდეოს რო ვამონტაჟებდი და ამეთქეს როგორ დავდო თქო, მაგრამ მე მივხვდი რატომაც არ უნდა დავდო. რაც შეეხება ჩემ გვერდებს, ჩემი გვერდები რო გავიქხო, ცოტა მეტი მომივიდა კეთახმებით გვერდებზე, მაგრამ შევდივარ სოლარიუმში, ანუ აი ამის ქვემოთ და სოლარიუმში ზუსტად 2 შესვლაში იწავება ფილერი. წელი ჩემო კარგო ფილერით ამსახურებ არა, ესეც რაც გავიკეთე, უკვე აღარც მაქვს თვითქმის. რა ქვია, 6 წლის წინ გავიკეთე ლიპოსაქცია წელიდან და მუსლიან ცხიმი ამოვიღე და მის მერე მაქვს წელი აი ასე, წვრილი. ბუნებრივად მაქვს და სხვათა შორის ყოველთვის მიჭირს ტანსაცმლის შეძენა. აი მე რო სადმე ბრენდის მაღაზიაში მივდივარ ხოლმე, ესე გამოვიწერო, ჩამოვიდეს, არ შემიძლია. უნდა მივიდე, იქვე გადავაკეთებინო და ასე შემდეგ. მე ვიცი რომ არ ვარ იდეალური, მე ვიცი რომ არ ვარ ყველაზე ლამაზი, მაგრამ ვიცი ის რომ რაღაცებით ვარ გამორჩეული ადამიანი, ანუ ჩემი საქმით, ჩემი ბრენდით ვცდილობ რომ ყველასგან რაღაცით გამორჩეული გავხადო ჩემი თავი, ჩემი საქმით, თორე სილამაზით ვიცი რომ ლამაზი არ ვარ ყველაზე და არც ანუ ესეთი ვარ. აი ესეთი დასავარცხნით ვარ წარმოდგენილი, დაღლილი და იმიტომაც არის ვფიქრობ TikTok-ი და ზოგადად სოციალური ქსელი, რომ ადამიანებმა დაბანახოთ ის ნამდვილი სახე, რაც ვართ. თორე გაპრანჭული ყველა გავდავიღებთ და ასე შემდეგ და უბრალოდ მესმის ჰეითი, მაგრამ თავზე იყო ძალიან ბევრი ის და რა გავაკეთო, მართლა ხო არ მოვიჭრი ამ თავს და გადავაგდო ასეთი ვარ. თუ ჩემი თავი არ მოგწონთ, უბრალოდ აქვს TikTok-ს აი ესეთი ასე სკროლი და ასკროლე. შეგიძლიათ განაგრძოთ ჩემი ბულინგი, გალანცვა პირიქით. ამით კარგს აკეთებთ და მიჩერეთ.